Სამეც დღის წინ საქმიან საზოგადოებას მოუყევით, რომ რამდენიმე კვირიანი გაუჩინარების შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა ირანის სახელმწიფოს სულიერი ლიდერი აიათოლა ჰამეინი, თუმცა 15 ივლისის საქმიანი დილისთვის სრულიად სხვა თემა მაქვს თქვენთვის მომზადებული. აღმოჩნდა მეგობრებო, რომ ისრაელ-ირანის 12 დღიანი სამხედრო დაპირისპირების პერიოდში დაზიანება და მსუბუქი ჭრილობაც კი მიიღო ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა და საინფორმაციო სააგენტო ფარსი იუწყება, რომ ეს მოხდა 16 ივნისს, როცა პეზეშკიანი და სხვა ლიდერები სამთავრობო შენობის დაცულ სივრცეში იმყოფებოდნენ, როგორც სააგენტო ყვება, ისრაელის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ძველი და ჰეზბოლას ლიდერების განადგურებაზე აპრობირებული სამხედრო გეგმა, რითაც თავის დროზე ნასრალა, ანუ ჰეზბოლას ლიდერი გაანადგურეს, რეალურად დარტყმები მიაყენეს შენობის შემოსასვლელებს და გასასვლელებს, რითაც ფაქტიურად ჩაშალეს ეს გასასვლელები, მოშალეს ვენტილაციის სისტემა და საევაკუაციო გასასვლელები. კადრებს და ვიდეოს, რომელსაც ახლა უყურებთ, ამბობენ, ამას ირანის საინფორმაციო წყაროები ამბობენ, რომ ასახავს კადრებს სწორედ აი ამ თავდასხმისა, თუმცა საბოლოოდ სააგენტო ფარსი იუწყება, რომ სამთავრობო შენობის დაზიანება აფეთქების შემდეგ ირანელი მაღალჩინოსნები ავარიული გასასვლელით სარგებლობენ, თუმცა მანამდე თავდასხმისას პრეზიდენტმა პეზეშკიანმა და ირანის სახელმწიფო რესპუბლიკის სხვა ჩინოსნებმა, მათ შორის მისი დაცვის წევრებმა ფეხზე მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ხო, ზუსტად წელიწადი გავიდა, ანუ წელიწადი და 2 დღე, რაც პენსილვანიაში მიმდინარე წინასაარჩევნო მიტინგზე ესროლეს მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს, ეს შემთხვევა გასული წლის 13 ივლისს მოხდა, როგორც ანალიტიკოსების ერთსულოვანი დასკვნით შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, რომ ეს ამბავი იყო გადამწყვეტი პრეზიდენტის პოსტზე მისი არჩევისთვის. მე შეგახსენებთ, რომ თავდასხმელი 20 წლის ტომას მეტიუ კრუქსია, რომელიც ადგილზევე იყო ლიკვიდირებული და ღირს აღნიშნავთ, რომ პირველივე გასროლის შემდეგ ტრამპი მოეფარა ტრიბუნას. სწორი თავდაცვითი რეაქცია იყო მისი მხრიდან, რის შემდეგაც მასთან უკვე მირბიან წველები, ეფარებიან და რამდენიმე წამში გაჰყავთ ადგილიდან. გზად დონალდ ტრამპმა მოახერხა და შეაგულიანა დამსწრე საზოგადოება, რომელიც აჟიტირებული იყო დაჭრილი და დასისხლიანებული პრეზიდენტის ხილვისგან, რომელიც მათ მოუწოდებდა იბრძოლეთ ბოლომდე. ხო, რამდენიმე ფოტო, რომელიც პრეზიდენტის დაწრის შემდეგ გავრცელდა, აი ეს მაგალითად ნამდვილად დაამშვენებდა ნებისმიერ ფოტო ალბომს, მაგრამ მიღმა უკვე ტკბილი მოგონებებისა ეს ფოტოები რომელიც არ ჩამოდიოდა მედიის მთავარი გვერდების პროფილებიდან თუ ჰედლაინებიდან, განსაზღვრელიც და გადამწყვეტიც აღმოჩნდა ტრამპის დამაჯერებელ გამარჯვებაზე კამალა ჰარისის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნებისას. მოკითხვები და საუკეთესო სურვილები და ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ ჩვენ პატივრებს, მათ შორის მათაც, ვინც ყველაზე არასწორი კანონებით ამოამწყუდეს ციხეში, მათ შორის მათაც, ვინც ჯგუფურ ძალადობაში ედებათ ბრალი და კიდევ ერთხელ არსად ჩანს მათი არათუ ჯგუფური, არამედ ინდივიდუალური დანაშაულიც კი. ჯაფარას, ზურა ჯაფარიძეს და მის ოჯახობას მიუსამძიმროთ გია ჯაფარიძეს დედის გარდაცვალება აცხონოს ღმერთმა. ვიცი, შეჩვევის პერიოდში მძიმედ არიან ზოგიერთი პატიმრები. მზია ამაღლობელს კიდევ ერთხელ მინდა მოკითხვები საუკეთესო სურვილებით გადავწეთ და ყოველთვის გქონდეს ჩვენი იმედი მანიცის ამის შესახებ. ვიდრე ვართ და ვიდრე ცოცხლები ვართ. არ ვიცი, რამდენად შეძლებს ჩემი შემდეგი ამბავი ცოტა გაგახალისოთ, ვიცი, ყოფა და ეს ცხელი დღეების, მათ შორის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ ესეთი ამბები ამოვიკითხე, მეგობრებო, გერმანულ გამოცემა ბილდში, საფრანგეთის ერთ-ერთი ციხიდან, კონკრეტულად კი ლიონ კორბასის სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან მოხდა ჩემი აზრით სრულიად აბსურდული გაქცევა, როცა პატიმარი გადამალეს სამგზავრო ჩანთაში და უბრალოდ ჩანთიანად ეს დატოვეს და გაიტანეს. ადმინისტრაციამ პატიმრის გაქცევის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, ანუ მეორე დღეს, როცა აღნიშნული ეს ყველაფერი გააკეთა მისმა თანამოსაგნემ, აი ახლა ხედავთ ამას ეკრანზე, როგორც ხდებოდა. გაქცეული პირი, ამას უკვე ფრანგული სააგენტო France Info წერს, არის 20 წლის აჰამად ელიაზიდი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სასჯელს იხდიდა მაფიასთან კავშირის და მათ შორის შესაძლო ორმაგი მკვლელობების გამო. მაინც შეხედეთ ამ კაცს თუ სადმე წააწდეთ, იქნებ თბილისის ქუჩებშია, რადგან ინტერპოლი მსოფლიოს 196 ქვეყანაში წითელი ცირკულარით ეძებს. ხოლო მისი თანამოსაგნე, რომელმაც გამოიტანა თუ გამოიყვანა ეს იმ სამგზავრო ჩანთით, რაც წეგან ვიდეოში ნახეთ, შეიძლება ცხადია ისევ ციხეში აღმოჩნდეს სრულიად გასაგები მუხლით და პრეტენზიით. რა გითხრათ ალბათ? ძალიან საინტერესოა, რომ ჯერ გაქცეული აჰამად ელიზადის
გაბარიტების ნახვა და მე აი იმ ჩანთის, სადაც ნებისმიერი ზომის ადამიანი მოეწყო. ცხადია არსებობს ეჭვი, რომ ჩანთის გატანა ვერ მოხდებოდა ცილის ადმინისტრაციის ცალკეული თანამშრომლების ჩართულობის გარეშე, ამიტომ შიდა მოკვლევაც დაწყებულია. ხო და ვიდრე ამ ჩანთის გაბარიტებზე თუ გაქცეულ პატიმარზე ამბებს დაგაწევთ საფრანგეთიდან, დალაქავებულ და დაზიანებული ტყავის ჩანთა ჰერმეს ბირკინი ცოტების აუქციონზე $10 მილიონ გაიყიდა, რითაც აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ხელჩანთა გახდა ერთი ჩანთა. და მოგების მანიშნებელი ჩაკუჩი 8.200.000 შეთავაზებაზე დაეცა, საუბარია მოდის ჰერმესის მიერ გამოშვებულ პირველ ბირკინზე, რომელიც ექსკლუზიურად ბრიტანელი მსახიობის და მომღერლისთვის ჯეიმ ბირკინისთვის დამზადდა. ბირკინი ამ ჩანთას 85 და 94 წლებში გასული საუკუნისა, მანამდე ვიდრე ბირკინის ხაზი ფუფუნების სიმბოლოდ იქცეოდა, თითქმის ყოველდღიურად მოიხმარდა იშვიათი ლოტი სოტების აუქციონის სახმა მაღალი მოდის აუქციონზე ალექსანდრ მაკვინისა და კრისტიან დიორის დიზაინებთან ერთად წაადგინა აუქციონის სახლს ორიგინალი ბირკინის ღირებულება. წინასწარ არ გაუხელია პირველადი ფსონები ვებგვერდზე მილიარდი ევროდან იწყებოდა, ლაივ რეჟიმში კი შეთავაზება ყოველწამიერად იზრდებოდა და 9 კოლექციონერს შორის მიმდინარე 10 წუთიანი შეჯიბრი იაპონელი კერძო კოლექციონერის გამარჯვებით დასრულდა და მისიად ბატონო ეს ბირკინის პირველი ხელთუქმნელი და კარგაგვარიანად დალაქავებული ჩანთა. უკრაინას მალე ახალი მთავრობა ეყოლება, გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ვიცე-პრემიერს ეკონომიკის მინისტრს იულია სვირიდენკოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა. ზელენსკი იმედოვნებს, რომ მთავრობას ახალ სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენენ. იულია სვირიდენკო უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელობა და მისი მუშაობის მნიშვნელოვანი განახლება შევთავაზდა. აი ამას აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. ჩემი ინფორმაციით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, ხოლო რაც შეეხება რუსტამ უმეროვი უკრაინის მიერ შეერთებულ შტატებში ელჩის რანგში იქნება წარმოდგენილი. ეს უკვე მეორე თავდაცვის მინისტრი იქნება. თავდაცვის მინისტრი არა, გენშტაბის უფროსი იყო, ეს იქნება მეორე სამხედრო პირი იქნება, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ელჩის რანგში ინაცვლებს რუსტამ უმეროვი შეერთებულ შტატებში, ხოლო გენერალი ზალუჟნი, რომელიც წარმოადგენს უკრაინას ნისლიან ალბიონზე, გახსოვთ, იგი დიდ ბრიტანეთში არის უკრაინის ელჩი. რუსეთში ამასობაში დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა ცნობილ რუს მწერალს, ქართული წარმომავლობით ბორის აკუნინს. აკუნინი ფსევდონიმია, მის სინამდვილეში მისი გვარი გახლავთ ჩხარტიშვილი. აკუნინი უამრავი სუპერპოპულარული წიგნის, ნოველის და რომანის ავტორია, რითაც დამსახურებულად მოიპოვა დამოუკიდებელი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მწერლის სახელი. მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად გაასამართლა, 14 წლის პატიმრობა შეუფარდა მას და აკუნინი უცხო ქვეყნის აგენტობაში დაადანაშაულეს. ზუსტად იგივე კანონით, რაც საქართველოშია მიღებული და მოქმედებს. ბორის აკუნინი, იგივე ჩხარტიშვილი ბოლო წლებში ხშირად სტუმრობდა საქართველოსად. მე მას ახლა მრჩევლად ნამდვილად ვერ გამოვადგები, მაგრამ თუ ბოლო დროს საქართველოში და ბოლო პერიოდში სტუმრობისგან საქართველოში თავ შეიკავებს, ისიც მოიგებს და არც საქართველოს შეჭამს მორიგ სირცხვილს ბაბაიას გადამკიდე, ვინმეს ხელი არ წაუწდეს ბატონო გრიგორი. წინასწარი პატიმრობა ასევე შეეფარდა ცნობილ რუს ჟურნალისტს და ასევე მწერალს დმიტრი ბიკოვს, ისიც ხშირად სტუმრობდა საქართველოს მსგავსად ბორის აკუნინისა, თუმცა სრულიად განსხვავებული მიზეზებით. ყველაზე ხშირად ბიკოვი საქართველოს ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში სტუმრობდა, რადგან მეგობრობდა მასთან და საქმიან ურთიერთობებში რჩებოდა. და ბოლოს ვიდრე სიუჟეტებზე გავალთ, კიდევ ერთი ლოგიკური და ალბათ სამწუხარო კანონზომიერი ამბავი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიკი ექსზე წერს, რომ ევროკომისია ამზადებს წერილს, რომელშიც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ემუქრება. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებენ. მე შეგახსენებთ, რომ დღეს 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და დღის წესრიგის მიხედვით ევროკავშირი საქართველოში ხელისუფლების მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომებს განიხილავს.